მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩაჭკადულესთან ერთად. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მომუკა მდინარაძემ გერმანელი დეპუტატების ნაწილის განცხადებაზე ისაუბრა, რომელთა თქმითაც საქართველოში ეუთო ოდირის მისია დაშოვული არ ყოფილა. რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეუთო ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერა ხელი, არამედ უბრალოდ ეთქვა, რომ ეუთო ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა ვინმე კითხვა დაუსვით, ამას გმობენ, გამოასწორებენ ამას, ანუ მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ქართველ დეპუტატს. მაგალითად, დინარაძეს თუ სხვას უბრალოდ ასე ძალით გჯობნია, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და დანარჩენ მსოფლიოს ეუბნებიან ეუთო ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოშიო. ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. ახლა უბრალოდ ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების ხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგიშვია საქართველოში. ასეთი თავხედული და ხელის გადაგრეხის ვინძური მეთოდების შემსწრევართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს, განაცხადა მომუკა მდინარაძემ. მისი შეფასებით ეს არის ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ. არგუმენტები არ არსებობს, როგორ შეიძლება ილაპარაკოს ნაცმა ვინმეს არახუმანურობაზე ან პოლიტიკურ პატიმრებზე თავის თავში დაჯერებული პიარით. ნაცმა გაბედა და გვეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმარი გყავსო. გერმანელი დეპუტატი თავის ქვეყანაში ამბობს, რომ თუ პოლიციას პიროტექნიკას უბრალოდ მიუშვერ, ეს არის უპატიებელი დანაშაული და შენი ქართველი პოლიციელი ბოდიში არ გამოთქმისთვის მას ფეხებზე ყიდია. ჩემი გმირი ქართველი პოლიციელი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოლა, ომის ვეტერანია. ფეხებზე ყიდია იმ სხვას. ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის სახეში მიშვერილი ცეცხლი არის საქართველოს სახეში მიშვერილი ცეცხლი და მისთვის ნასროლი ქვა არის საქართველოსთვის ნასროლი ქვა. გერმანელი ან სხვა ქვეყნის რომელიმე დეპუტატი, რომელიც იგივე აგენტურულ ქსელშია ჩართული, რა სიტყვის და რას მოიტყუება საერთოდ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ დავიცავთ ამ ჩვენ პოლიციელებს. როგორ თუ გერმანელი პოლიციელის მიმართ უბრალოდ მიშვერილი პიროტექნიკა, უპატიებელი დანაშაულია, ამ პიროტექნიკიდან უკვე ნასროლი ცეცხლი, რატომ არ არის საქართველოში დანაშაული და რატომ არის ეს მშვიდობიანი, განაცხადა მდინარაძემ. მისი შეფასებით ეს არა ორმაგი სტანდარტი, არამედ თავხედობა, რომელსაც საქართველო არ გაატარებს. კიდევ კარგი და ეს ჩვენი დამსახურებაა, რომ მივედით იმ ზომამდე, რომ ამის ლაპარაკის თავი გვაქვს, ვილაპარაკებთ და ქმედებითაც გადავალთ შეტევაზე, როცა ქართულ ინტერესებს ეხება საქმე, რაც მორალზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე პოლიტიკური მორალი ემთხვევა ადამიანურსაც, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მორალი გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან, რომელი ჯაშუში, მისი პატრონი ან მისნაირი სადღაც რა სიტყვის საერთოდ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი სიმართლის გატანის თავი ამ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ და მერე სხვაგანაც იმედები გვიჩნდება ბევრი რაღაციდან გამომდინარე, აღნიშნა მომუკა მდინარაძემ. ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებების ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა. რადიკალური ოპოზიციის და მისი ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულები ხელის გულზე დევს სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, კახარიას და მათი თანამზრახველების დანაშაულებს დიდი გამოძიება არ სჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა, გამოძიება აუცილებელია. თავარია სახელმწიფომ გაბედოს დანაშაულზე რეაგირება და პროკურატურამ აღძრა შესაბამისი საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრმა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან ასევე ისაუბრა მართველი გუნდის ინიციატივაზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და ამ გადაწყვეტილებას სალსახად დადებითად აფასებენ. მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ამზადებენ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიტანენ. გუშინ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას გააცნო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და ნაციონალური
ნაციონალური მოძრაობის მმართველობა შეაფასებს. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს სახელმწიფო გუნდის ეს გადაწყვეტილება სასახად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში 2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესწავლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმ პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფრთხებლად, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დღემდე დგას. საქართველოში დღესაც მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი. დღეს ეს პარტიები და მათი ლიდერები ჯაშუშურ საქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ და საქართველოს მუდმივი რყევის რეჟიმში ამყოფებენ. სწორედ ეს არის მათი მთავარი დავალება, არ დაასვენონ ქვეყანა და სახელმწიფო საქმე მაქსიმალურად დააკნინონ. სამწუხაროდ იმ პირობებში, როდესაც მათ დანაშაულებებზე სახელმწიფო პროპორციულად არ რეაგირებს, ხდება ქვეყანაში ჯაშუშობის ლეგალიზება. ჩვენ ჯაშუშობაში ვგულისხმობთ ყველა იმ ადამიანს თუ პარტიას, რომელიც საკუთარი სამშობლოს ინტერესებზე წინაყენებს სხვა ქვეყნის ინტერესებს, განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო რუსული ინტერესების სახურობის ქვეშ, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასაც, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატიონა თამიშვილმა ოპონენტების კრიტიკასთან დაკავშირებით, თითქოს ქართული ოცნება რუსეთის საქმეს აკეთებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ უგულებელყოფდა საქართველოს ინტერესებს და იცავდა რუსეთის ინტერესებს. ქართულმა ოცნებამ ყველა სასამართლო მოუგო რუსეთს საერთაშორისო დონეზე, იქნება ეს სტრასბურგში თუ ჰააგაში და ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერავინ დადებს ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც უამრავი უმძიმესი ფაქტი არსებობს, ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერით, როდესაც ისინი პირდაპირ უგულებელყოფდნენ საქართველოს ინტერესებს და იცავდნენ რუსეთის ინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება ფიქრობ ყველაფერს ობიექტურად აფასებს და ნამდვილად ესე არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო რუსული ინტერესების მსახურობის ქვეშ, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასაც. არც ერთი სასამართლო არ იყო, როდესაც მათ რუსეთის მიმართ მოუგიათ პირიქით ყველაფერს აკეთებდნენ იქაც, რომ ეს საქმეები საქართველოს მარცხით დასრულებულიყო, განაცხადა რატიონა თამიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან საქართველოში ჭოუციან შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლად და დაშავებულებს მალე გამოჯამრთელება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მოსვლა ასევე ხალხთა შორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურებს სათყოფთან შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მიხეილ სარჯოლაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ერთად მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. სამინისტრო კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს სფეროს კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების აპარატურის განახლების ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეაგი ორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბაშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ. მმართველი გუნდის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სრულად ეთანხმებიან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახები 2008 წელს მოკლული სერჟანტის როინ შავაძის მეუღლემ ციცინო შავაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ნაციონალური მოძრაობა ის ხალხია, ვინც სათავეში იყო კანონის წინაშე, პასუხს აგებს ყველანაირ დანაშაულზე და ეს იქნება გადამწყვეტი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ისტორია თავის სიტყვას იტყვის, ქართველ ხალხს ამნეზია არ
სამართვია, მკვლელების პარტია, შემიძლია ასე უწოდო, რაც ჩვენ გამოგვატარებს და არა მარტო ჩემი ოჯახი, ჩემს გარდა ძალიან ბევრი გამწარებული ოჯახი, აღნიშნა ციცინო შავაძემ. საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. სინეპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში უნალექო ამის ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი მსუბუქი ნისლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უნალექო ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე 15 იანვრამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15-20 გრადუსი. მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +8-13 გრადუსი. სპარგლებში იქნება, განაცხადა სინეპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა მედიასთან. ოკუპირებულ გალში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების საგვარეულო სასაფლაოზე 9 იანვარს დაკრძალეს. საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღე იყო. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. სახელმწიფო დროშები დაშვებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და სამინისტროების შენობებზე. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ადვოკატებმა სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას ალტერნატივის სახით კი გირაო შეფართებას თავაზობს. სახელმწიფო ბრალდება კი მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. სასამართლოს ხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი არაღები და საბრძოლო მასალა მოიღეს, დაკავებულია 9 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები ინ დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთკიცება მოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ლაგოდეხის, ყვალის, დედოფლის წყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები დ 1979 წელს დაბადებული ზმ 1974 წელს დაბადებული დშ და 1973 წელს დაბადებული ევ დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია 3 ცეცხლსასროლი, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი არაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აოს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი, პისტოლეტი, 51 ვაზნა და მჭიდი. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული წარსულში არაერთი დანაშაულებისთვის არის ნასამართლები. 1972 წელს დაბადებული ოს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი არაღი, 15 ვაზნა და მჭიდი. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულში უცხო ქვეყნის მოქალაქის 2001 წელს დაბადებული დხ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი არაღი, 10 ვაზნა და მჭიდი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული გ-ა დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ცეცხლსასროლი, პისტოლეტი, მჭიდი და 15 ვაზნა ამოიღო. ცეცხლსასროლი არაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. თუკი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე სამხედრო ძალის გამოყენებით შეიჭრება, ეს მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე ომი იქნება. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს გამოცემა დანიელ მკვლევარზე. დაყრდნობითი უწყება, რომელიც მსოფლიოს უდიდეს კუნძულს თავდაცვის შესაძლებლობა არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ანექსიის საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოება მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუნძულზე კონტროლის დამყარების ინტერესი გამოხატა და ამ მიზნით სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბენ უოლასის მოსაზრებით უკრაინამ 18 წლის მამაკაცებისა და ქალების სამხედრო მობილიზება უნდა დაიწყოს. როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას ამ ახალგაზრდების გაწვრთნა უნდა სთხოვოს. უოლასის განმარტებით, საზღვარგარეთ სწავლების შემდეგ ამ ადამიანებს უკრაინაში დაბრუნება და საჭიროების შემთხვევაში ომში წასვლა შეეძლებათ. როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, როდესაც მტერშენი განადგურებას ურს ქვეყანამ სამხედრო მობილიზაციის ასაკი 18 წლამდე უნდა დაწიოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაში საკუთარი ვაჟისა და მისი წარმომადგენლების ვიზიტის ამსახველ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში გრენლანდიის მოსახლეობას მისი შვილის დონალდ ტრამპ უმცროსის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მას ძალიან მალე კვლავ იხილავენ. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის მიერ ატვირთულ ვიდეოში მისი ვაჟი კუნძულის ადგილობრივ მკვიდრებს ხვდება, მათ დონალდ ტრამპის საარჩევნო კომპანიის ქუდები ახურავთ და აცხადებენ, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა ძალიან გაუხარდებათ. ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ჯერ არ მიუღია მიწვევა 20 იანვარს დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. ინფორმაციას რეუტერსი ფონ დერ ლაიენის სპიკერზე პაულა პინიოზე დაყრდნობით ავრცელებს. თუ ის ფონ დერ ლაიენი მიიღებს მოწვევას, ვნახოთ, მაგრამ ამ დროისთვის არ არის დაგეგმილი ინაუგურაციაზე დასწრება, ციტირებს სააგენტო პინიოს. როგორც რეუტერსი უწყება, ტრამპმა პრეცედენტი დაარღვია და მსოფლიოს რამდენიმე მოქმედი და ყოფილი ლიდერი თავის ინაუგურაციაზე დააპატიჟა. დაპატიჟებულთა შორის არიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჯაირ ბოლსონარო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ცნობილია, რომ სი ძინპინი ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ის ვაშინგტონში მაღალი რანგის წარმომადგენლებს გაგზავნის. ასეთი გახდა საინფორმაციო გამოშვება, მეკიდროებით გემშვიდობებით, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე.